გამარჯობა მეგობრებო, ჯეიმერი და დღეს გავიარეთ Demon Slayer-ის თოვერი. Let's go do this. Demon Slayer-ი ალბათ ყველა ვიცით ანიმე, რომელიც ძალიან ცნობილია თავისი მეხუთე და ასევე სხვა სეზონებით. ძალიან ვიცით ეს პერსონაჟი, რომელსაც ანჯელო ქვია და მოკლედ არ იქნება ეს ვიდეო სპოილერებზე. ვისაც არ გაქვთ ნახი, უყურეთ, ძალიან მაგარია Demon Slayer-ის განსაკუთრებით ფილმები. ახლა გამოვა 3 ფილმი და ეს იქნება ჩემი აზრით ძალიან მაგარი ფილმი. ზოგადად ძალიან კაია რა და ახლა ხან მქონდა TikTok-ში სტრიმი და 54 გამომწერზე ავედით. რითიც ძალიან დიდი მადლობას გიხდით და ნახვებით მოაგროვე ძალიან ბევრი ვიდეოზე და აქტივი მოკლედ კარგი იყო, ამიტომაც მოდი ახლა გავიაროთ Demon Slayer-ის თოვერი. ანიმე ძალიან გვყვარს და მოდი ანიმე თოვერი გავიაროთ რა. და მოდი დავიწყოთ ახლა Demon Slayer-ის თოვერი. ბევრს მაკლებს. Let's go. Anjiros. Nezuko's ყუთები. აღარ დაგასპოილერებთ. რა ხდება და რა არა, აღარც ვიტყვი და უბრალოდ გავივლე. და ვილაპარაკებ YouTube-ის შესახებ რა. ძალიან მაგარია. მე ზოგადად ყველაფერი მაქვს Demon Slayer-ზე ნანახი. პირველი ფილმი მაქვს მე უკვე ნანახი და გეტყვით რომ ძალიან მაგარია. და სპოილერება არ მინდა და არანაირ სპოილერს არ ვუყურებ. ძალიან მაგარი იყო ეს ფილმი. მაგრამ კარგ ხალისში რა დაიდება ყველა ფილმს უნდა ვუყურო მე. დავაი გავდივართ და აქტივი ამ ვიდეოზე თუ იქნება, რა თქმა უნდა, კიდე გავივლი სხვადასხვანაირ თოვერებს. Let's go. და ამ თოვერის სახელი არის Demon Slayer თოვერი. და კაი თოვერია რა. და ასევე მაქვს TikTok არხი, სადაც სტრიმებზე გავდივართ, სანამ აქ ავალთ 1.55 გამომწერზე. სანამ აქ ავალთ მაგდენ გამომწერზე, მაგამდე TikTok-ზე ვსტრიმავ. TikTok-ზე მაწერია JX, პატარა ასოები ჩვეულებრივად JX, ქვედატირე, თავი დავიმეორო ქვედატირე, JX ქვედატირე, JX პატარა ასოებით ქვედატირე და სამას ჩაწერთ. JX ქვედატირეს როცა დაწერთ. მერე უნდა დაწეროთ editor, ჩვეულებრივად პატარა ასოები, JX ქვედატირე editor, JX ქვედატირე editor. და მერე უნდა დაწეროთ 911. სულ ესაა და სტრიმებზე ზოგჯერ გავდივარ. ზოგჯერ თითქმის ყოველ დღეს სტრიმებზე გავდივარ. ამიტომაც შემოდით. კარგი სტრიმებია და ასევე გამომწერთ. ახლა შემიძლია ლაივში გასვლა, გამოწერები დიდი და აღარ მჭირდება, მაგრამ ვაკეთებ და მინდა რომ გამომიწეროთ და ის რომ დავიდეთ 1K გამომწერზე, ჯერ ვიდით ვარ 267 ფოლოვერზე ძალიან მარტივად ავედი იმენა და ეთებს ვაკეთებ და ასევე ლაივებშიც ვიღაცაის ბრეინროტებს ჩუქნი და შეგიძლიათ შემოხვიდეთ აქ ბრეინროტების გაჩუქება და ეგეთები არ იქნება, მხოლოდ TikTok-არზე იქნება ბრეინროტების გაჩუქება და ეგეთები, იმიტომ რომ ამ არხზე ფაქტობრივად მე მიზარება ეგეთი რაღაცების გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბრეინროტი უკვე ერთიანი დავათრეიდე, უფასოდ მივეცი და უკვე ფაქტობრივად ბრეინროტები აღარ მომჩა არანაირი და ხო რა არანაირი ბრეინროტი აღარ დამჩა. თითქმის უკვე ყველაფერი წავიდა. Los Prosim მოიპარა ბრეინროტებში, Los Prosim ყავს 2 პატარა და ვისაც გინდათ TikTok სტრიმს დაელოდეთ და მაგასაც მოგცემთ რა. და TikTok-ში სტრიმზე იშვიათად გავდივარ. ბევრჯერ რა ვიცი. დღეში რავი, ახლა ვიყავი სტრიმზე და ბევრი ბრეინროტი ვაჩუქე, სხვებს დაუთრეიდე, ვაჩუქე, რა ვიცი რა ტრეიდები, თემები არის მოკლედ და პარკურებსაც გავდივართ.
მაგლეთ ჯერჯერობით აქ შეყუნებული ვარ, იმიტომ რომ მაგდე 56 გამომწერზე არა ვარ. მიზანჯი არაფერი არ არის და მოკლედ უნდა ავიდეთ 55 გამომწერზე აუცილებლად. და მოკლედ როგორც კი დემონსტრერის თოვერი ვაგრძელებთ. ცოტა გვაკლია, ვიცი? რავი, 5 წუთია ჯერ გასული, რავი და უკვე გავიარეთ თითქმის. Let's go. და გეტყვით რომ სადაც ვერ გავედი ის ვიდეოები წაიშლება და იცოდეთ ეგ რა. როდის არ ვიცი, მაგრამ წაიშლება როცა ბევრი ნახვები და რაღაცა ისინი მოგროვდება. ბევრს არ წავშლი ახლა, უბრალოდ რაც არის გამოცდილგანი მაგას წავშლი და არ წავშლი არც ერთს, რავი, შეიძლება არ წავშალო, რავი. რავი, გავაგზავნოთ პარკური. და იმედია სწორი ისეთი მივდივარ ახლა, რა ვიცი. არა შენი ჩავარდი. ახლა როგორ ნავიდე აქ. შენი. Let's go. Будем адопин. და მოიპარბრინურჩი განახლება გაკეთეთ, რომ 6-7 მყავდა და მოგცემდით უფასოდ, რა. როგორც ვიცი 6-7 ცნობილი არის პრესტელამბრინურჩი და ბევრს უნდა შემახლობდეს, მაგრამ არც ერთ არ ვაძლევ, იმიტომ რომ აი მე თქვენთვის მინდა რომ გავათამაშო ეს ყველა ბრინროთი. კოდები და რა ვიცი, ნორმალური თუა ეგ ახლა. არ მოვკვდეთო. კოდები რაღა იყო ახლა ჩემი. ყველა ვიცით ეს პერსონაჟები, ვინც უყურებთ საერთოდ მე-3 სეზონი, მე-4 სეზონი, მე-5 სეზონი. ყველა ვიცის, ვინც უყურებს. რა ხდება? მოიცა. ხო, გავედით. ოპა, აქ არის სხვანაირი რაღაცა. მე მაგალითად აი მეტად ყველაზე და აქედან ამოვიჩეთ მოკლედ რომელია კარგი ჩემთვის პერსონაჟი. ჩემი აზრით არის ჩემი ფავორიტი პერსონაჟი ზენიცუ და ინოსკე. ზენიცუ და ინოსკე. სხვა და ტანჯირო. სხვა პერსონაჟი არ არის მაგარი ჩემთვის. და სხვადასხვანაირი პარკურებიც არის აქ დემონსტრეერის. და დავასრულეთ ეს ვიდეო. ძალიან მარტივად გავიარეთ, და აბაჰე და აბაჰო. ნახვამდის, გამომიწერეთ.